პირველი მაისის ერთობა, შრომელთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. დემონსტრანტები ორბელიანის მოედანზე სწორედ იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც 124 წლის წინ 1901 წლის 1 მაისს პირველად შეიკრიბნენ საქართველოს მშრომელები. აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის მასწავლებლები, სტუდენტები, მუსიკოსები, მეცნიერები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები შეუერთდნენ. განსხვავებული პროფესიების მიუხედავად მათი გზავნილი საერთო იყო. შრომელები საქართველოში არსებულ სოციალურ უთანასწორობაზე, შრომითი უფლებების დარღვევასა და არსებულ ანაზღაურებასა თუ სახელმწიფოს შემწეობასთან შეუსაბამო ფასებზე მიუთითებდნენ. მათი შეფასებით მინიმალური ხელფასი, რომელიც ბოლოს 1999 წელს დაწესდა და 20 ლარით განისაზღვრა, ვერანაირად ვერ პასუხობს საზოგადოების დღევანდელ საჭიროებებს. ვიდრე მოქალაქეები ორბელიანის მოედანზე შეიკრიბებოდნენ, მათი ნაწილი ჭიათურაში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე თვეა მაღაროელთა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. დედაქალაქში დაბრუნებულებმა კი მათ კიდევ ერთხელ გამოუცხადეს სოლიდარობა ჭიათურის მოსახლეობას. ორბელიანის მოედანზე გამართულ აქციას შეუერთდნენ ყოფილი საჯარო მოხელეები, რომლებიც პროევროპული დემონსტრაციების ფარგლებში, მათი თქმით, სამოქალაქო პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო გაათავისუფლეს. იმით რომ არ არის ხელფასები, არ არის ანაზღაურება შრომის შესაბამისი, ის რომ ფასები იმატებს, ის რომ ბანკის ვალებში არის ჩაფლული ხალხი, კვლევა იყო ჩატარებული რამდენიმე თვის წინ, სადაც გამოვლინდა რა მიზნობრიობით იღებს მოსახლეობის ნაწილი ბანკის ვალებს და გამოვლინდა ყოველდღიური საჭიროებებისთვის. ადამიანები ბანკის ვალებს იღებენ იმისთვის, რომ უბრალოდ საჭმელი იყიდონ. იმიტომ რომ აღარ ყოფნით, არ შეესაბამება, ისინი შრომობენ, შრომაში მიდის ჩვენი ცხოვრება და ანაზღაურება არ ყოფნის ელემენტარულ საარსებო, იმისთვის რომ იარსებო ადამიანმა და ამისთვის ვალის აღება უწევს ძალიან ბევრს. თქვენ ახსენეთ ჭიათურა და ზუსტად ჭიათურიდან ჩამოვედით სულ რაღაც რამოდენიმე წუთის წინ და პრინციპში 1 მაისი აღნიშნეთ მშრომელთა საერთაშორისო დღე ჭიათურაში, რადგან დღეს ჭიათურა არის საქართველოში ეპიცენტრი აბსოლუტური უსამართლობის, სადაც კაპიტალი ბატონობს და შეიძლება ითქვას ხელისუფლებასთან ერთად რაღაც სიმბიოზი არის შექმნილი კერძო კომპანიის და ასე ვთქვათ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, რამაც მიიყვანა თავისთავად კრიზისამდე ეს რეგიონი, რადგან მოგეხსენებათ, რომ 2017 წლიდან სახელმწიფო სპეციალური მმართველი მართავს ჯორჯიან მანგანეს და პირდაპირ თუ ირიბად ხელისუფლება ასე ვთქვათ პასუხისმგებელი არის ამ რეგიონზე. სახელმწიფოს დააზიანებს, თითოეულ ჩვენგანს დააზიანებს, აი თქვენ და მე და ყველა აგმდგომს და არა მხოლოდ აგმდგომს, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერს დააზიანებს ის, რაც აი ამ კეთილსინდისერის საჯარო მოხელეების სამსახურიდან გაშვებას და დევნას მოყვება, ხო, იმიტომ რომ ესენი წლების განმავლობაში კვალიფიკაციით კეთილსინდისერებით ემსახურებოდნენ სახელმწიფოს და ქმნიდნენ სიკეთეებს და დღეს აი ამ 1 მაისს მათ შორის, ხო, აი ჩვენ აი ამ პროტესტით ვცდილობთ, რომ სოლიდარულები ვიყოთ, ერთმანეთის მიმართ ხილვადები ვიყოთ. აქამდე ეს პროცესები რეალურად არ მიმდინარეობდა. ეს არის რეალურად ახალი ეტაპი საზოგადოებრივი ფორმირებისა. სოციალური მოთხოვნები არის პოლიტიკური მოთხოვნები და ის გადაჯაჭვულია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან. ოლიგარქიულ რეჟიმში შეუძლებელია ადამიანებმა მიაღწიონ თავისუფლებას. ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებას, შრომით უფლებებს და იმ გვარ სოციალურ დასას, რომელიც მათ მისცემს თვით რეალიზაციის შესაძლებლობას. იმიტომ რომ ოლიგარქია ურტყამს როგორც ეკონომიკურ თანასწორობას, ისე ურტყამს პოლიტიკურ თანასწორობას. ამიტომ ჩვენ შევიკრიბეთ აქ ორბელიანის მოედანზე ადგილზე, სადაც მე-20 საუკუნის დასაწყისში შედგა ერთ-ერთი 1 მაისი, იმისთვის რომ მთელ საზოგადოებას დავანახოთ ჩვენი ერთობა, ჩვენი მოთხოვნები და ის, რომ ჩვენ არ შევეგუებით ავტორიტარულ ოლიგარქიულ რეჟიმს.